გამარჯობა. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ილიანის მაგისტრი ალექსანდრე გოგოლაძე, რომელიც დააკავეს 2 თებერვლის აქციაზე. ჩვენი პოდკასტი არის ვილაპარაკობს და ეს პოდკასტი დამზადებული არის ილიანის სტუდენტური მოძრაობის მიერ. გამარჯობა პირველ რიგში და თავარი და ალბათ ყველაზე პირველი კითხვა უნდა იყოს, როგორ ხარ იმამების მერე? ხო, რავი, უცნაურად აი ძალიან ისეთი ის არის რა. ჯერ გადასახარშადაც ისეთი ამბავია, ხო? რაღაც ნახევრად სიზმარივით გონია, ვერც იაზრებ ბოლომდე რა. და თვითონ ეს პროცესი მე იმიტომ რომ ანუ ჯერ ხო არ მოვლოდი რომ ამხელა ხარ და ჯერ ამქნებოდა რაღაც ამდენი ადამიანი დამიჭერდა ხარს და რაღაც და ეგეც კიდე ცალკე ის არის რა, ანუ ცოტათი დამღლელი რაღაც, მაგრამ ნუ ხო აი ჯერჯერობით რაღაც აი გადამუშავების პროცესია თქვენი იმ ყველაფრის რაც ხდება. ხო, მეც მახსოვს რომ მოვედი სახლში და რომ დამხვდა ეს ამდენი მხარდაჭერა, ძალიან ისეთი მომენტი იყო, ცალკე მეორე ამბავი არის ეგ ნაწილი. ეხლა სანამ უშუალოდ მაგ ამბებზე გადავალთ, მინდა რომ ცოტათი შენზე უფრო მეტი ვილაპარაკოთ, აი რა საქმიანობ, ვიცი რომ ჩვენი სტუდენტი ხარ აქ რაზე სწავლობ და დამატებით ვიცი რომ თემურჩხეიძის სახელოსნოშიც ხარ. ხო, ანუ ნუ რავი ძალიან ბევრი მოვსწორდა ნაბუდიალები სხვა სფეროში, რავი, თავიდან თესევ დავამთავრე ფილოსოფიის განხრით, მერე ჩავაბარე უკვე აქ ბიოლოგიაზე. ამის პარალელურად რაღაც პროფესიულებიც გავიარე რაღაც და ისე მოხდა, რომ კოვიდის პერიოდში ჩხეიძესანაც ჩავაბარე და ნუ იქაც ნუ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო რაღაც, თვითონ დრამატურგიის ის ანუ ძალიან კარგი ლექტორი, თვითონ ჩხეიძეს ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. აი თემურთან ქონდა? კი, უბრალოდ ნუ კოვიდს რადგანაც დაემთხვა, პირველი ნახევარი ქონდა და მე კოვიდის დროს იმდენად ვერ ვარ. ხო, და ნუ მე უკვე ამ კოვიდის დროსვე დავიწყე ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობა და იმის მერე იქ ვარ და ნუ რაღაც პერიოდი სწავლას ცოტა ხანი შევეშვი და წელს წინა წელს უბრალოდ გადავწყვიტე რომ ნეირომეცნიერებად ჩამბარებინა და ახლავს პირველი semestri იყო ეს ნეირომეცნიერების აი ზუსტად ფინალურების კვირაში დამიჭირეს თან ანუ ფინალურებს გაღგენინებენ იმედი ხო აი ძალიან ბევრი რაღაც ჩამოთვალე რა რაღაც მომენტში მეც მაგეგრა ძალიან ბევრი სფეროში ვარ გაფანტული და აი სანამ დაიწყებოდა ეს ამბები მთელი დღე ფაქტობრივად დაკავებული მქონდა და სულ სხვადასხვა რაღაც ტიპის საქმიანობებით რა და აი რომ ვადარებ ხოლმე ჩემს იმდროინდელ ცხოვრებას, ეხლანდელ ცხოვრებას და ძალიან დიდი სხვაობა არის მაგორ შორის. ამები რაღაცა შეიცვალა და შენთან როგორ მოხდა ეგ რომ როგორ ნაწილდებოდა მაშინ დაუშვათ დრო შენი ინტერესების მიმართულების და ეხლა რისი დრო გრჩება საერთოდ. ჩვენს ეგ დამტკინოური ამბავია. საერთოდ არ არის დრო არ რჩება. ხო, არ ვიცი, აი დროის მხრივ, ანუ ისედაც ანუ ყოველთვის ისეთ სულ გადარბენის შეგრძნება მქონდა ხოლმე რაღაც, მაგრამ ანუ აი ეს ბოლო პერიოდი, ნუ ამას ნუ ჯერავი 2 დღე გარეთ ვარ, მაგრამ ანუ ცოტა ის არის მაინც რა. აზრზე მოსვლის მართლა აი ჯერ ისე რომ აი მეცადინეობა დავიწყო რაღაცა, ანუ არ დამიწყე არაფერი, უბრალოდ მითხრეს რომ ორ შაბათს გიწევს რომ გამოსა და ეს შაბათკვირა უნდა დავიწყო ახლა სხვაგან დიდად არ მაქვს ხო. ხო, ანუ თან რაღაცნაირად ანუ ისედაც ყურადღების პრობლემა აქვს ზოგადად და ისეთი ის არის ხოლმე, რომ მიჭირს ხოლმე რომ კონცენტრირება მოვახდინო, მაგრამ ხო აი ახლა ამ პერიოდში უკვე აი ეს ბოლო წამის ის ამბავი რო ხოლმე დედლაინები რომ მოდის, მაგ დროს უფრო მიწევს და ხა რომ გავიგე რომ ორ შაბათს გაწერინებთო, უკვე ეს 2 დღე მართლა ის მომიწევს, რომ ძირითადად დაუთმო ამას, ხო. აი ძალიან მოცემობა ან ციხეშია გამოცდილდა ხან აქციაზე რაღაცა ძალიან ექსტრემალურ განსაკუთრებით რა ვიცი რა ყველა ადამიანს მოგენა თავის სფერო მე მაგეთ პარალელურად მე მეორე დღეს ვიყავი სამსახურში ბაღის მასწავლებელი სამაკავის მეორე დღეს იქ ვიყავი ეგ რაღაცა სხვაობა რა აი ორ შაბათს გამოცდაზე უნდა მიხვიდე და რომ გამოხვედ მე მეცადინეობა უნდა დაიწყო თან გონია რაღაცა ჩვენი მხარის სახესაც ძალიან კარგად აჩვენებს ეგ რომ რეალურად რისთვისაც ხო ალბათ ხო ანუ ეგ ხო ხარების რავი ამდენად შეიძლება კლასიფიცირება არ ვიცი მაგრამ ხო ანუ იგივე ახლა
ჩემ გარშემო მაინც ჩემ თავზე არ მაქვს აქცენტი, მაგრამ ჩემ გარშემო ვინც იყო ის ადამიანი, ვინც დაიჭირეს, ანუ აბსოლუტურად ყველა ისეთი იყო, რომ აი საერთოდ რა უნდათ, რატო იჭერენ ამ ხალხს, ანუ გაუგებარი იყო უბრალოდ რა. იმიტომ რომ ანუ მართლა აი სტუდენტები, სხვადასხვა სფეროებში აქტიურად ჩართული ადამიანები, რომლებიც ანუ აი რაღაც აი ამ კრიმინალიზირებას ახდენენ. ხო, ხა ჩვენ ეს რეალობაში ანუ კრიმინალური ელემენტი რო თითქმის არ არსებულია იმ ადამიანთან, ეგეთ ადამიანებს იჭერენ. ანუ ძალიან კი. ჩვენ ვიყავით ბაღის მასწავლებელი, სკოლის დაწყებითების მასწავლებელი, ორი სტუდენტი, ლექტორი და ყოფილი დეკანი. ეგეთი ის შევიკარით. ხო, ну ეხლა მუშაობთ 2 თებერვლის დღეზე რომ გადავიდეთ იმ დღიდან, აი საერთოდ რა ხდება და მოულის ტერიტორიაზე როდესაც ვიყავით, აი მანდედან რომ დაიწყო როგორ განვითარდა მოვლენები, აი შენი თვალსაჩინოდან და მე უკვე შენ დაკავებს ამბავსაც გადავალთ. ხო, ანუ მაგ დღეს ჯერ ვიყავი, დღის პირველ ნახევარში ვიყავი ჩემს ნათესაობთან სტუმრად. მე სახლში რო გავედი, რაღაც მომენტში იმდენად დაღლილი ვიყავი, ფიქრობდი მეთქი ხო არ დავრჩე სახლში თან ჩემმა კატამ უჩვეულოდ დიდი ხანი გადაწყვეტა რომ კატაში ყოფილიყო და ეგეც ის იყო რომ ცნება მქონდა რომ არ გავსულიყავი, მაგრამ ბოლოს მაინც დავატანე თავს, გავედი. კატას უგზნოდ. კატას გზნოდა ხო. ხო და მე ანუ იქ რომ მივედი დამხვდა ის რომ აგრარული უნივერსიტეტის მარში იყო, მაგათ გავყევი, მივედი მოლთან, იქ ნახე მეგობრები რაღაც, მაგრამ ნუ რაღაც მომენტში ისე იყო რომ აი ეს გაუგებრობა რო იყო ამ ვახერხებთ გადაკვეთას, ვახერხებთ რა ხდება საერთოდ, ანუ ეს გაიშალა ეს პროცესი, რომ ცოტა უფრო იქითაც წავედი, ანუ ზემოთ ხო, მშენებლობის იმაზე იქაც წავედი, იქიდან გადმოვიხედე რაღაც მაინტერესებდა და მე დაბლა რო ჩამოვედი, ანუ ამ მომენტში იყო რომ დავინახე რომ აი ხალხი ძალიან აქტიურად გაიქცა წინ და შავისებად დამრჩა რომ ვიღაც იჭერდა და მაგიტო და თან ნუ გზის გადაკეტვის იმდენად ბევრი ვიყავით მაგ მომენტში რომ მეგონა მოხერხდებოდა და მეც გავყევი ამ ტალღას, თუმცა პოლიციელები რო დავინახე რომ ანუ ახერხებდნენ ჩვენს გადმოყოლას, ნუ მობრუნდი და ამ დროს რა ვიცი, ერთ-ერთი ტიპი რომელიც ნიღბოსანი იყო, ანუ შენ გედადამ დაკაკაო. ხო, ანუ დაკავებამდე ის იყო რომ ეს ტიპი ან თან ხო უწევდათ რომ სხვადასხვა წერტილში ერბინათ წინა უკან. ეს ტიპი მორბის, წიხს მარტყავს და ანუ ამაზე ვიხედები რაღაცა უცებ მე დანარჩენებით ის არის დანარჩენად ჩამჭიდეს ხელი ამ ძიძგილაობაში ნუ იქ სათვალე დამივარდა დაუკარგე საერთოდ მე აღმოჩინე ან პირველ დღეს ვერ ჩამოვჩინე აქ თურმე დაულჯებელ მქონია ეს ძიძგილაობისას რაღაც და გადამწეს პატრულს. პატრულს რომ გადამწეს, ანუ ამ პატრულის ვეუბნები რომ ასე მოხდა მეთქი. ეს პატრულის ისაა რომ არ მოხდებოდა ეგრე, ანუ ისა აქვს რა რაღაცნაირად აი არ ხედავ. ხო, ანუ მე მხოლოდ იმას ხედავ რაც მინდა, ეს ხალხი, ეს ნიღბოსნები არაფერს ცუც არ დააშავებენ, არ ვიცი რავი. ძალიან ისეთი წარმოდგენა აქვს თუ ნუ ალბათ უფრო განზრახებენ თავს ამ ყველაფერთან მიმართებაში. ხო, ამ მომენტში მე ნუ რო გადავყავა რამაც ჯერ უცნიან იმას, მანქანას რომ მოვიდეს, სამ ეს მანქანა მოვიდა და ჩაიარა კიდევ ერთმა ნიღბოსანმა. და მეკითხება რა მოხდა, ნუ გამეცინა მეთქი, რავი, აი ხანგური ამომარტყეს მეთქი რა და ანუ სრულ სერიოზულობით მაგინებს და იმას რომ რატო არ გიქნეს მეტიო რა და ამაზე გამეცინა მეთქი, რავი, საღოლო მეთქი. ეხლა მანდ არ მომიყვანო და წავიდა. ანუ ეგ ზოგადად ძალიან უცნაური ის არის, რომ აი მაგ ადამიანთან, ანუ ნიღბიან ადამიანთან ვისაც მქონდა შეხება, ანუ ნუ იდეაში მარტო თვალებს ხედავ, ხო, მაგრამ ამ თვალებში ძალიან აი რაღაცნაირად ძლივ შეკავებულ ბრას ვაფიქსირებ. რა, აი თითქოს, რავი, მართლა აი აკავებენ, მაგრამ ანუ ხო, ანუ წარმოუდგენელი რიზიკი აქვს, ანუ მართლა რავი რომ მიუშვან, არ ვიცი რა გვიზავენ ალბათ რა. და სხვათა შორის ერთ-ერთმა დაკავებულმა როგორც მოყვა, ანუ ერთ-ერთი ვინც ცემდა თან ეუბნებოდა რომ აი ოღონდ აი ესე რას გიზავდი ახლა ბრძანება რომ თან უთხოს თანეულება უხ რას გიზავდი ბრძანება რომ არ მქონდესო რა, ანუ ხო და ანუ იმის ფონზე რაც სხვებმა გადაიტანეს მithumetes მაგ მომენტში ის მე
რაღაც გუშინ ჩამოვყევი იმას რა, რაც გამოვტოვე ის ვიდეოები და ისინი ნახე და ის ხარება სცენა რაც იყო ეს რაღაც საოცრება იყო აი ეს ჩვეულებრივი მაფიოზური ის არის მოცემულობა. ხო. ხო, ნუ მე გადამიყვანეს ჯერჯერობით ვიყავი კახეთის გზატკეცილზე იმაში, სადაც ანუ ოქნი გამიფორმეს ადამიანებმა, რომლებიც ეს აეროპორტის გზაზე. კი, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ, არ ვიცი, რა ვიცით ანაწილებენ ერთმანეთში ამ ოქმების გაფორმებას, არ ვიცი, მაგრამ სხვა ადამიანებმა გამიფორმეს. ანუ ხო, მან უკვე შემოდის კიდევ ერთი რაღაც ცოტა პარადოქსული ის, იმიტომ რომ მაგ ადამიანთან უკვე ამ პოლიციასთან მქონდა ძალიან ნორმალური კომუნიკაცია. მე მგონი ის რა მოტოციკლეტები რო იყო, მან ვიყავი მეც. ხო? მაგდაზე მან შეიძლება ვიყავი ერთად. ხო, ვიცი. მან ვიყავი კი. ხო, ალბათ რაღაც მომენტში ერთ პოლიციასთან მქონდა ერთი ნახევარსაათიანი კამათი პოლიტიკაზე და მაგ მომენტში იყავი შეიძლება რომ მაგიტო ვერ დავაფიქსირე, რომ იქ ვიყავი ფოკუსირებული იმაზე, რომ ეს მიხსნის რაღაცა. ხო, მე მახსოვს, მე ვიყავი იქ ქადაგიძე შემოიყვანეს და მამუკა მაშინ ვიყავი მე. ჩვენ მიგვიყვანეს პირველი სამი მიგვიყვანეს ჩვენ, ანუ მანამდე ერთი ბიზნესშვილი იყო, მარტო მიყვანილი იყო, არ ვიცი, სად იყო იმ მომენტში. გადაყვანილებიც იყავით უკვე. ხო და მოკლედ იქ ხო ანუ ეს პარადოქსს რაც ვეძახი ამ შემთხვევაში არის ის რომ ანუ ამ ადამიანთან კომუნიკაცია როგორც გაქვს ძალიან ნორმალური კომუნიკაცია ადამიანური აი და ხო ანუ ეგ კიდევ ერთი მომენტია იმაზე რომ ანუ თვითონ ეს როგორ თქვა აი ბიუროკრატიულ ნაწილში იმდენად არის განფენილი ეს უსამართლობა რომ ინდივიდუალურ ადამიანთან რო გაქვს შეხება იმათაც არ აქვს შეგრძნება რომ რამეს აშავებენ და შენც გიჩის დაჯერება რომ ეს ადამიანი რამეს აშავებენ ანუ იმიტომ რომ ჩვეულებრივად შემოდიან კომუნიკაციაში შენ შედიხარ რაღაცა იქ რაღაცაზე ხუმრობთ რაღაც გაუგებრობაზე იცინით რაღაცა ვიღაცებს ეკამათები ისინი რაღაც გიხსნის ანუ ჩვეულებრივი რაღაც ადამიანური პროცესი მიდის მაგრამ ამ ყველაფრის უკან ასე ნაწილ უსამართლობა შენდება ხო მე მახსოვს რომ ერთ-ერთმა თქვა რომ კაცო ჩვენ ხარ ვაკეთებთ მაგასო და ჩვენ არ მოგწონს ოკენი როგორც გეცნობიან ანუ მაგ სისტემის ნაწილი ხარ ხო ანუ სისტემის ნაწილი არიან მაგრამ ნუ ანუ აი ისეთი რაღაც არის რა ეგ ანუ ადამიანურ დონეზე ყველა შემიძლია გაუგო ისიც შემიძლია გაუგო რომ ვიღაცებს რაღაც ის აქვს რა ეხლა იგივე სამსახურეობრივ ამბავში ოჯახის თემაში ჭირდებათ ფული რაღაც ანუ ალტერნატივა შეიძლება ვერც ხედავენ ვერანაირს ანუ ადამიანი ის შემიძლია ნამდვილად გავიგო მაგრამ ანუ თავარი პრობლემა მან ის კი არ არის რომ გაგებაა პრობლემა ის არის რომ აი ასეთი გამართლებებით ანუ ალიბდება ანუ საბოლოოდ შენდება ძალიან დიდი უსამართლო სისტემა რომელსაც ანუ არ ვიცი როგორ უნდა მოხერხდეს რომ საერთოდ რამე შეიცვალოს ცოტა უფრო და უფრო უარესობისკენ რომ მიდის ეს ყველაფერი მაგრამ ანუ მაგ ადამიანთან მიმართებაში ანუ მე ეგ მაქვს უბრალოდ ცოტა იმედგაცრუებისავით რომ აი საკმარისად არ ემსახურებიან იმას რაც უნდა ემსახურებიან რაც არის სიმართლე იმიტომ რომ გასაგებია რომ პრეტენზია აქვს იმაზე რომ ფორმას პატივი ეცით მაგრამ ანუ ფორმა თუ არ შესაბამება შინაარს ანუ ეგ შენი ფორმის პატივისცემა არის რაღაც რავი ცარიელი სადღეგრძელო რომელშიც არაფერი არ დევს საერთოდ რა შინაარსი არის ის რომ თუ ხარ მაგ სისტემაში პასუხისმგებლობა გაქვს ბევრად უფრო მაღალი უნდა გქონდეს და ამის შეგნება უნდა გქონდეს კარგად გააზრებული რაც არ აქვს სამწუხაროდ შემდეგ ხო შემდეგ წამყვანეს სახეში თავიდან ზაჰის სიტუატორში ვიყავით ჩემთან იყო კიდე 3 ადამიანი ну ძალიან ისეთი ის არის ახლა თვითონ იქ შეგნითაც ისეთი სიტუაცია რა მართლა შეგრძნება აი არ ვიცი ალბათ რაღაც ვიღაც კონკრეტული უნდა შეხვდეს ისეთი რომ ძალიან უხეშად მოგექცეს და რაღაც ყველასთან კომუნიკაციაში შედიხარ ასე თუ ისე რაღაც და ну იზოლატორში ვართ 2 დღის განმავლობაში ძირითადი ჩვენი ის არის რომ ანუ ამ იზოლატორში არაფერზე არ გაქვს თომა საერთოდ არც ბანაობა შეგვიძლია არც კბილების დახერხვა ანუ ციგნებზე და ინტერნეტზე ნავიგაციაზე ლაპარაკი ხო ზედმეტია საერთოდ და ხო ანუ ასე ვართ ანუ ძირითადად ან ლაპარაკობთ რაღაცებზე ან ვძინავს ან ცდილობთ რომ დავიძინოთ და ვერ ვიძინებთ და
ხო, ეს ყველაფერი, ეს თავისი იმით ვიცით რომ აი მორჩება ეხლა ეს 50 საათი გავდივართ, ხო? და უცებ იზოლატორთან მოდიან და მე მიშვენ პირველს. ეს გამიკვირდა ცოტა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ სხვები უფრო ადრე იყვნენ დაჭერილები და მაგრამ რავი, ეხლა მიშვებენ და ეხლა დიად აღარ ფიქრობ მაგაზე. გავედი, გამიყვანა ამ ოქრის გამფრონველმა ადამიანმა, ეს რაღაცნაირად თან ძალიან ბედნიერად მართავს ხელს რა, პატივცემულო მე თქვენთან მორჩიო იმასო, რაღაც და მეც დავითვშიდობენ რაღაც ბედნიერად რაღაც. მოbrunდი და ეგრევე ხდება გამომძიებელი და კიდევ სამ პოლიციელი. და მეუბნებიან რომ მიმალვის საფრთხე არსებობს და ამიტომ ახლა უკვე სისხლის სამართლის იმით უნდა გადამიყვანონ ის საფრთხით გამო. იზოლატორში, ხო. ჩამომართეს მან უკვე ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი სამხილის იმაში მოაქციეს. ისევ და ისევ აქაც სიტუაცია არის ესეთი, რომ ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში შევდივარ, არიან, რავი, ხო, მან რა არის, ხო, რომ ამ ადამიანებში როცა კომუნიკაციაში შედიხარ, ხედავ რომ არის, მართლა დადებით თვისებებს ხედავ რა, უბრალოდ ეს დადებით თვისებები, ამ სახელმწიფოს მიზანი არის, რომ ეს ამ თვისებების კულტივირება მოხდეს. ამის მაგივრად ხდება იმის კულტივირება, რომ ნორმად იქცეს ტყუილი და რა ვიცი, ხო, მაგათი გადმოსახედიდან ეს ტყუილი ემსახურება რაღაც ამ სამართლიანობის უცნაურ გაგებას, რომელიც არის ის, რომ თავარია წინამთავრობა არ მოbrunდეს. ხო, ეგ არის ამათი სამართლიანობის ის, მაგრამ ტყუილიზე დაფუძნებული ეგეთი სამართლიანობა არ არის, შინაარსობრივად არ არის ისეთი სამართლიანი, როგორიც იქნებოდა ის, რომ ეს ყოფილიყო სიმართლეზე დაფუძნებული და ხო, ამ ადამიანებმა მე წამიყვანეს დიღომში. დიღომში უკვე გავერკვე იმაში, რომ ახალი ბრალდება იყო ეს, მერე იყო გაუგებრობა ისევ სახეში მავრუნდნენ თუ ავტომობილიდან ბოლოს გადაწყვეტა, აქ ვტოვებდნენ, მერე იზოლატორის რიგში ვიდექი და როგორც იყო შემიშვეს, აქ უკვე იზოლატორში მარტო ვიყავი. რამდენი ხანი იყავი მარტო? ერთი დღე, ერთი ღამე პრინციპში. მეორე დღეც უკვე სასამართლო უნდა ყოფილიყო და მაგ ყველაფერში უკვე ადვოკატის მოვიდა, ვერ ყვეოდით რაღაც დეტალებში, ამ შემდეგ მერე უკვე სასამართლოს შენობაში რო გადავიყვანეს, იქ ვიყავით საერთო იზოლატორში. ამ საერთო იზოლატორში უკვე იმას ვლაპარაკობთ, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რომ პატიმრობაში მივიდივართ და მართლა იმას განვიხილავთ, რომ ახლა აი მეთქი მე რაღაც ვერ ვახერხებ გარეთ მეცადინეობას, იქნება აქ მაინც მოვახერხო წესიერ მეცადინეობა მთელი ის და დანარჩენებიც რავი, ზოგი ამბობს, რომ იქნებ ვიმეცადინო და მაგისტრატურაზე ჩავაბარო, ეს ქნა ის ქნა მთელი ამბები და ხო, მოკლედ მერე უკვე რო გაირკვა ეს გირაოს ამბავი, ეგ რა თქმა უნდა ის იყო ახლა შვება იყო, თუმცა ხო, ახლა უკვე მან რაც გააკეთეს იყო ის, რომ ეს გირაო გააკეთეს ისე, რომ ყოფილიყო პატიმრობით და არა პირდაპირ გადახდით. ხო, ეს პატიმრობის ჩემთვის ალბათ ყველაზე უსიამოვნო 2 საათი იყო უკვე, როდესაც გდანის ციხეში შემასახლეს, იმიტომ რომ იქ რომ შევედი, საკანში რომელიც შემიყვანეს, არ იყო ფანჯარა იყო ისეთი, რომ ვერ ვკეტავდი, ძალიან ციოდა და მქონდა რაღაც გადასაფარებელი, რომელსაც მკვეთრი მაზუტის სუნი ჰქონდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ამაში ვიყავი გახოვილი და უსიდი როდის დამიყვანდნენ გარეთ. ხო, ესეც საავადმყოფო გონია, რომ იმიტომ სპეციალურად ეგეთი საკნები იყო შერჩეული, რომელშიც მაქსიმალურად დისკომფორტი შეექმნებოდა ადამიანს, რომ ისევ და ისევ ეს არის, ხო, თუნდაც ეს ადმინისტრაციულიდან სისხლში გადართვის დრამატურგია რა არის, რომ მოლოდინი გავს, გადიხარ, უცებ ფსიქოლოგიურად თავდაპირველად ტრიალდება ყველაფერი, მერე ისევ გიშვებენ იქ, რომ ციხეში ნახო, როგორი არაკომფორტულია ციხე და ისევ და ისევ დაშინებისკენ და იმისკენ, რომ იცი რა, ეს არის ის რეალობა, რომელზეც შენ დაგიდგება თუ გააგრძელებ ასე აქციებზე სიარულს, ასე ვთქვათ, პროტესტის გამოხატვას რაიმე ფორმით. ხო, მე როგორც იყო, გამოვედი
ცოტა ის იყო, ანუ ძალიან გამოსვლამდე იმდენი ხანი გაიწევდა ეს ჩემი გამოცდილება, რომ ბოლოს შევეგუო და ვიძინებდი, მაგრამ საბედნიეროდ იმამდე არ ვიცავდი. ხო, რა ვიცი. სასამართლოზე როგორი სასამართლო გქონდა? სასამართლო? სტანდარტულად. ხო, ანუ სასამართლო იყო, რომ პროკურატურამ თავის მხარი წარმოადგინა. ეგ ზუსტად რაში გზის გადაკეტვა იყო? ხო, ძირითადი არგუმენტი იყო ეგ და თან უტრიალებდნენ იმას, რომ არის ამ ადამიანებისგან მიმალვის საფრთხე. იმეორებდნენ ამას მუდმივად. ეგ მიმალვის საფრთხე საიდან არის? ბოტანიკე გამოვი ხო, ანუ ეგ კითხვა აქეთა მხარით დაცვის მხარემ დაუსვა, მაგრამ პასუხი არ ქონდა, თავიანთ ეჭვებს ეყნობოდნენ, ანუ როგორც არის ახლა ვითომ იძახიან რომ მტკიცებულებები გვაქვს ამის იმისო, მაგრამ რა მტკიცებულებები აქვს გადაწყვეტეს უბრალოდ და მე რაღაცა ამ ბუტაფორიულ იმას ფრაზებს აბრეხვებენ ისე რომ უკან არაფერი აუწევს ამ ფრაზებს რა. ეგ ძალიან საინტერესო არის. ახლა ზუსტად მაგ დაკავების დროს დავფიქრდი აქ ერთ რაღაცაზე რა, რომ აი ქალები მაგალითად ვინც დაგვიჭირეს სიმწყვეს, ყველას დაგვიწერს ერთ და იგივე რაღაც. რა ვიგინებოდით? ხო, ანუ აბსოლუტურად ყველას. მერე ეს გზის გადაკეტვის ამბავიც ეგრეს შემხვდა, რომ აბსოლუტურად ყველას ერთ და იგივე იდენტური. მანამდე იყო ეს ჯგუფური ძალადობაც, ან რაღაცა ერთ საერთო რაღაცას იფიქრებენ, მერე ამას არგებენ აბსოლუტურად ყველაზე და ანუ ხარ დამნაშავე, არ ხარ დამნაშავე, ხარ ამ ყველაფრის ნაწილი, თუ იმ პერიოდში აღმოჩნდი დაჭერილი და რაღაცა მას გიკრავენ. ეგ ძალიან ისეთი ამბავია რაღაცა თითქოს აი კოლექტიურობით რაღაცა უფრო მეტად საფრთხეს ქმნიან, რომ აი ესე დაუშვენ თან იმას, რომ ანუ ეს ხალხი რაღაც შეკურია რაღაც ანუ ისევ და ისევ ხო მაგათი ქვეტექსტი ყოველთვის არის, რომ აგე ოპოზიციური ძალები მართავენ ამ ხალხს. ესენი იმაში, ანუ უნდათ რომ მაქსიმალურად ეგ განწყობა შექმნან, რომ მართულია ეს პროცესები რაღაც და ანუ უკვე ანუ მან ანუ ზოგადად ანუ აქციების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება არ არის რა გასაგები ის რომ რაღაცნაირად ანუ სხვა კონტექსტში და სხვა სიტუაციებში არ იხშირა რომ მართლა ის ორთქლის გამოშვების ფუნქცია აქვს არსებობთ არაფერს არ ცვლის ხო მაგრამ ეს ცინიკური დამოკიდებულება რომ უნარჩუნდება იმ ხალხს რომელიც ანუ ამ აქციებზე არ გადის და არ ხედავს თუ რა როგორ შეცვლილია კონტექსტი ხო როგორ პერიფერიაშია ეს ოპოზიციური პარტიები გადასული და როგორ წინაპლანად წამოიწია იმ ანუ ხალხმა რომლებიც ანუ არ არიან რა მიკუთვნებელობის ანუ შეიძლება სიმპათიები და ის აქვთ მაგრამ ანუ საქმეზე რომ იდგეს პასუხს მოთხოვენ აბსოლუტურად თელ სპექტრს ამ პოლიტიკური სფეროზე ხო და ძალიან ცუდია რომ აი ამ ცინიზმის ამიტომ თან ამ ცინიზმს ხომ აქვს რაღაც ეს ყოველ თვითმაყურებლების ის რომ აი მე უფრო უკეთ ვიცი რაც ხდება და ცოტა ზემოდან ყურების ის არის რა ძალაუფლების ეს რაღაცა ეგ ძალიან ცნობილი იყო ჩვენ აქციების პერიოდში ჩემს მეგობრებს აი მოდი წავით შეწერნა ხოლმე ეგეწოდათ ბოტები რომ თქვენს ვალდებულებაზე არ გვაქვს მოწერილი თუმ რობოკოპები არ გვაქვს მოწერილი ხელი და დღეს მაგას გავახოთ იგივე ნარატივი გრძნობოდა ჩემთვის მაგალითად ორთობრის აქციაზე აი განსაკუთრებით აი ძალიან ბევრმა ქალმა დაწერა რა უკვე შეიძლება ჯერ არ გინახავს მაგრამ ყველა წერს ერთ და იგივე რაღაცას რომ აი ნებისმიერ ჩავლავლაზე რაღაცა საზღარი მიძახილები და ასე შემდეგ ან გამოარჩევდათ და ყველა აი ეგ ძალიან ცნობილი მე რამდენიმე მითხრა რომ მოდი რომ კან იმდენად შეურაცხყოფელი რაღაც რომ მითხრას რომ მოვტრიალდი და რომ უთხარი ანუ მეთქი რატო და მოდი გამარტყიო და რაღაცა იმასაც გავდა ეგ დღე თითქოს აი წინასწარ გამზადებულ რაღაცა სცენარს დასაჭერად ადამიანების და რაღაცა ტიპის მეტ მისაკერებლად კი ნუ ხო ანუ ეგ თან ზოგადად აი ეგ ქალების მიმართ დამოკიდებულების ელემენტი რაც მან ფიგურებს ხომ არის ძალიან ისეთი ხო ანუ რაღაც მომენტში სწორედ იმის გამო რომ ქალია შეიძლება არ დაიჭირონ და რაღაც მაგრამ ამასთანავე ანუ მათ იმაში ანუ კომუნიკაციით დამოკიდებულებას ახლა იქაც ხო რაღაც ვისმენდი ლაპარაკი როგორც ანუ ძირითადად ანუ ძალიან ხმად არის ეს რაღაც სექსისტური დამოკიდებულება გამჭდარი რა ანუ ეგ თვითონ ეგეც რაღაც ეს ვითომ რომ ვერ იმეტებენ და რაღაც მაგრამ ეგეც ხო ნახეთ უკვე რომ არაერთი გაიმეტეს ხო ანუ ეგეც თითქოს იმიდან მოდის რომ აი ვითომ ის არის რა რაღაცა ვითომ პატივსცემენ იმას რომ ქალია მაგრამ სიამოვნებაში ანუ რომ მოისმინო როგორ ლაპარაკობენ ზოგადად ქალებს და ის ანუ მან არის აი ძალიან ძვალბირში გამზარი სექსიზმიდან მოდის ეგ ისიც რა და მაგას იყენებენ კიდე ბიჭების გასახიზიანებლადაც
ძალიან ხშირად. რამდენჯერად აი უფრო მეტად მეკხდებოდა, როდესაც დაუშვათ ვიღაცა მეგობარი ან ის მომყვებოდა გვერდით. ყოველთვის აი მაგ მომენტს ემთხვეოდა ის მომენტი რა. და თან ეგეც ძალიან ისეთი რაღაცა არის. აი მაგალითად რაღაც პროტესტიც მიჩნდება მაგ დროს რა. აი ხო ერთნაირ ამბავში ვიყავით, ერთად ვიყავით და რაღაცა ბოლომდე თქვენზე ტყდება ხოლმე რა ეგ ნაწილი და ეგ ძალიან ცუდია რა. იმიტომ რომ მან ქალებსაც გვიჩნდება ის ამბავი რომ რაღაცა ჩვენი პასუხისმგებლობაც თქოს უფრო მეტად იზრდება რომ რაღაცა გაგარიდოთ მაგ პროცესებს უფრო მეტად. ხო რაღაც უცნაური ჯენტლმენური ისა მიდგომა ასე ვთქვა. ხო, კიდე რაზე მინდოდა რომ ელაპარაკა შენთან. აი სასამართლოს პროცესზე რაღაცები ვთქვით რა. და ძალიან ბევრი ახსენებს რაღაცა ამ აბსურდულ გარემოს, რა გარემოც არის იქ რა და მე პირადად ეგეთი რაღაცა გამიჩნდა რა იმ პოლიციასთან კომუნიკაციაში, რაც შენი ლაპარაკე, რომ აი ეს კეთილშობილება რაც აქვს და ეს რაღაცა მოწესრიგებულობა და რომ თითქოს რო არ გადააშორებენ იმ თავისას, მე რო უკვე როდესაც იქ მიყავ ხარ, მე მიჩენს ძალიან ბრას. უფრო მეტად და იქაც მიჩენდა სასამართლო პროცესებსაც რომ ესწრები, აი ეს რაღაცა გამართული ლექსიკა და ეს რაღაცნაირი დიპლომატიური აი რაღაცა მას მიჩენს, რომ აი ну რაღაცა შიზოფრენია შეფუთული აი იმ რაღაცა ვითომ ვარდისფერი ქაღალდით რა. აი შენ რა ის აი ამ მიმართულებ და აი ამ სიკეთეებს და საბოლოო ჯამში რა შთაბეჭდილება და ეს დაგრჩა. ხო, ანუ მე როცა სიკეთეების გულისხმობ ცოტა უფრო სხვა პიროვნებებზე მქონდა საუბარი, მაგრამ არა, ხო, ხვდები, მეც ჩემსაც იმოქმედა რა, მაგრამ მე რაც ამბობ, ანუ მან უბრალოდ შემოდის ანუ ეს რაღაც აი ხო ძალიან უყვარს ძირობაზე აპელირება ზოგადად, ხო და ანუ იგივე აი გინება ვითომ რაღაც როცა ანუ მათთვის სრულად მოსულა, მაგრამ აი პოლიციას როგორ შეაგინე რაღაც, ხო, ანუ მაგრამ ანუ აი ეს ზრდილობა საბოლოო ჯამში რა გამოდის, ხო, რომ ანუ გამოდის, რომ ამით ხდება როგორ თქვა, აი იმის გადაფარვა, რომ შეიძლება ვიღაცა იგინებოდეს, მაგრამ ამ გინების მიერ სამართლიანი პროტესტი იყოს რა და ანუ აი ამ ზრდილობაზე აპელირებით, ანუ უქმდება თითქოს ის, რაც ამ ბრაზის უკან დგას და ესეც არის რა, ერთგვარი ის არის რა, რაღაც ძალაუფლების, ანუ როგორ თქვა, ანუ ზრდილობიანი ბოროტებაც ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ის რომ უზრდელი სამართლიანობაც არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ის რომ ვიღაცას საწუხებს, რომ ვიღაცა იგინება და რაღაც, ანუ არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამის უკან რაც დგას, ანუ ეგ არის რა მთავარი პრობლემა ალბათ იმ ხრივ, რომ ის ადამიანები არ უკვდებიან, ანუ მიზანმიმართვადაც აკეთებენ მაგას, რომ წუხილს კი არ პასუხობენ. რაღაც აი როგორ მაკადრა, ანუ რას ნიშნავს, ანუ როგორ გაკადრა, თუ შენ მართლა გაქვს პრეტენზია იმაზე, რომ წარმოადგენს სახელმწიფოს და ამ სახელმწიფომ უნდა მოქალაქეების უფლებები დაიცვას და მოქალაქეების წუხილი გაითვალისწინოს, მაშინ შენ იმაზე კი არ უნდა გქონდეს საკუთარი რა ფორმით მოგმართავენ, ანუ რის გამო მოგმართავენ და რამდენად მიზანშეწონილია ის გამოსაყრელი, რამდენად შესაძლებელია რომ ეს პრობლემები მოაგვარონ და მთელი უბედურება ამ ყველაფერში ის არის თან რომ სუვერენიტეტის ენით ლაპარაკობენ და რაღაც ანუ აი ის არ გვინდა ჩვენ ის რომ ცალი ფეხით შევიდეთ აქ რაღაცა ხო ანუ აი ბატონო არ გინდათ ნუ გინდათ მაგრამ შემოგთავაზეთ მართლა ისეთ გამართული სისტემა რომ ჩვენც ანუ რა გიჟები ხო არ ვართ რომ ეს ევროპა და ამერიკა იმისთვის გვინდოდეს მარტო რაღაცა რომ ევროპა და ამერიკა ქვია რომ თავარია შინაარსი და შინაარსით ეს ქვეყანა იცა რაღაც რავი გამოხრულ რაღაცა ნეოფეოდალისტური იმად რომელშიც რავი უბრალოდ რავი რაღაც ვიტყუეთ მაშინ თავს დავარქვათ ვიძინას ხელმწიფე გადავიდეთ რაღაც იმაში რავი რაინდების და იმის რომანტიზირებული იმაში თუნდაც რაინდები დავარქვათ პოლიციელებს რაღაც ვიყოთ ამ შუა საუკუნეობრივ იმაში ხო ანუ ესთეტიკა მაინც უკეთესია ხო ყველაფერს დავავდოთ ვიდრე ახლა რაც ხდება და ბარემ იქ ვიყოთ ანუ თავს ვიტყუოთ უბრალოდ ასე რომ არა რაღაცა ეს ლევიათანის ის რომ არის რომ სუვერენი არის რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ყველაფერი დაახლოებით ეგეთ სისტემას აკეთებენ და ეგ არის ჩვეულებრივი მონარქიის ის რაც იყო ახლა და იმ მონარქიას სხვა თუ არაფერი რაღაც იქ მითოლოგიური ელემენტი მაგრამ რელიგიური გამართლება და იმ მონარქიას ასწავლიდნენ მაინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრუნებათ. ხო. ჩვენ ყოველშვილი ყავს. ხო.
ნუ ყავალაშვილი და ჩვენი ნამდვილი მონარქი მაინც იძინა, მაგრამ ხო. ხო, ეხლა მინდოდა რომ ცოტა სამომავლო ამბებზეც ვთქვათ რა, აი შენი გადმოსახედიდან რაღაცა მოყევი ანუ ამ ბავშვიც, ანითაც ნახე რა სიტუაცია არის. ამ აქციების პროცესშიც ჩართული ხარ. აი რა უყურებ ხა ამ გადმოსახედიდან, აი როგორ ფიქრობ? ძალიან პირდაპირ თქვა რა გველოდებ? რა გოშველება? რა გოშველება? არ ვიცი, ანუ ზოგადად ბევრ რაღაც ისეთ იმასაც ვისმენ ხოლმე, რომ აი ცოტასზე გატყდებიან და ნუ უფრო პესიმისტურ ვერსიებსაც ვისმენ ხოლმე და მე სიმართლე გითხრა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ანუ ასეთი რაღაცები არის ძალიან ისეთ ბევრ ცვლადზე დამოკიდებული, რომელიც ანუ არ გვიქვემდებარება რა, აი რაღაცა აი პეპლის ეფექტს რაღაც ეძახიან, რომ შეიძლება სადღაც პეპლამ ფრთა დაიქნიოს და მეორე ქვეყნის დედამიწის მეორე ბოლოში ტორნადო გამოიწვიოს ამა, ხო, ანუ არის პატარ-პატარა ცვლადები, რომლებიც გროვდება და ეს ცვლადები საბოლოოდ სასწორს საით გადახრის, ანუ ვერ ხვდები რა, იმიტომ რომ კი ბატონო, ის არის, რა ქვია, დისკომფორტს უქმნით, მაგრამ ესენიც არიხევენ უკან თან აშკარა და ეს იგივე ბელორუსიის სცენარი რაც აქვს, ეს სცენარი გაწერილი, ანუ ამ სცენარის ფარგლებში, რადგანაც შედეგიც დანახი აქვს, ანუ ბოლომდე ცდილობენ რომ მანდეც წავიდნენ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოხერხდება რომ ეს პროცესი შეჩერდეს, მაგრამ ეს იმედი რამდენად შესაბამის რეალობას ვერ ვიტყვი უბრალოდ რა. ხო, ჩვენ რა უნდა ვქნათ ეგ ცოტა ცირთული თქვა რომ აქეთკენ არ წავიდეს პროცესები. მე სადაც ცხრა არანაირი გეგმა და გეგმა ვერ წარმომიდგენია მაგის ზემოთ. მაგრამ მგონია რომ ბრძოლა არ უნდა გავაჩეროთ ერთადერთი ეგ შეგვიძლია. ანუ ეგ არის ანუ საბოლოოდ ახლა თან ის არის რა, ანუ ერთადერთი მექანიზმი, ასე ვთქვათ, რაც უბრალოდ რიგით მოქალაქეს აქვს, რომელიც არ გადადის რაღაც ანუ უფრო მძაფრ ფორმებში არის აქცია და სიარული. ანუ მაგის გარდა არაფერი ქმედითი ის არ გვაქვს და ამ აქციებით მაქსიმალურად იმ ნების გამოხატვის ვცდილობ, ხო? ხო და მაგის არ ვიცი, ანუ ესეც რაღაცნაირად ალბათ ჩიხში შემყვანია, იმიტომ რომ აი დადიხარ და კანონები ისე მიდის, ეგეც შეიძლება. ხო, და თან არ ვიცი, ანუ თვითონ ის ფაქტი, რომ ადამიანები მაინც ახერხებენ, რომ როგორღაც აი ამ თავით პროპაგანდისტული ენით, თავეთი ცინიზმით, ანუ მართლა როგორი ცინიზმითაც ლაპარაკობენ ამ ყველაფერზე, როგორ იტყუებიან უცხოდ, ხო? მაინც რო ახერხებენ, რომ მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი დააჯერონ იმაში, რომ რაც ხდება ნორმალურია, ეს ანუ არ ვიცი, ძალიან ცუდია რა საბოლოო ჯამში, ანუ მესმის, რომ ამ ყველაფერს აქვს წინა ისტორია, რის გამოც ესენი მოვიდნენ და რასახითაც ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ანუ არ შეიძლება რომ რაღაც, რა ვიცი, ანუ წარსული შიშით ახლანდელი უსამართლობად თვალ დაუხუჭებ. ანუ ესეც სხვადასხვაის, ანუ ერთ-ერთ პოლიციას რო ეკონტროლდი, ასეთი რაღაც მითხრა, რომ წინა მთავრობის დროს მთავრობასთან შედარებით ახლა ბევრად უფრო ჰუმანურები ვართო. ანუ ოღონდ ჩვენ თვითონო. ხო. ეგეთან ცუდია. ბევრად უფრო ჰუმანურები ვართო, ხო და რავი, ანუ ძალიან ჯერ ესეთი მე მგონი ზოგადად ნებისმიერი ადამიანი ვინც ჰუმანურობას ან რაღაცას გამადლის არის მაგეც რამეს, ანუ დიდ ჰუმანური არ არის სინამდვილეში, მაგრამ მაგას რომ თავი გავანებოთ, ხო, ანუ არ ვიცი, აი არ შეიძლება რომ ის რომ რაღაც უფრო უარესად იყო და ახლა უფრო აი რავი მანამდე თუ შეიძლება სიკვდილამდე მიყვათ, ახლა წიფზე არიან, ბეწვზე გადარჩა ხალხი, ხო? ანუ ეგ დაამადლო ვინმეს, ანუ რა ვიცი, კარგია რომ
ცოტა უფრო ნაკლებად გვცემთ, მაგრამ იქნებ საერთოდ არ გვცემოთ, ხო? ანუ რა ეგ ვიცი. თვითონ ეს რას ნიშნავს, რომ ადრე უფრო ნაკლებად ჰუმანურები ვიყავით და ეხლა ნაკლებად ჰუმანურები ვართ. ანუ ეგ თან გაპირობლებად ძალიან ცუდი არის. მე ანუ რაღაც დროს ვინმე თუ მეტყვის ვიქნები რაღაც მკვლელი და ვიღაცა თუ მეტყვის რომ ეხლა მოდი მკვლელი არისო და რაღაც ძალიან საყვარელი ბაჭია იყო, საყვარელი ბაჭია ვიქნები, არა ის არის. ხო, ანუ მან თავარი პრობლემა რასაც ზოგადად მაგიტომ ანუ აი თვითონ პოლიციის ჩამოყალიბების რასახითაც არის ჩამოყალიბებული, ხო? და ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ მართლა აღარ აქვს მნიშვნელობა სხვაგან რა ხდება. ახლა გეოპოლიტიკურად ბევრი რამე იცვლება, უბრალოდ ჩვენი მიზანი ახლა უნდა იყოს, რომ ამ კონკრეტულ ქვეყანაში არ დაგვექცეს ყველაფერი თავზე, ხო? და პოლიციას როგორც ასეთს, ხო, ანუ უნდა კონდეს ბევრად უფრო სერიოზული წვრთნა გავლილი და ბევრად ანუ იგივე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, იგივე თმენის ვალდებულება გააზრებული უნდა კონდეს იმას თუ რას აკეთებს საერთოდ და ის კი არა რომ რაღაცა რასაც ჩამძახებენ ის ამოუწახო, ხო? ანუ ეს პრინციპი არ უნდა იყოს რა. თუ შენი უფროსი გეუბნება რომ რაღაც არასწორი, ამორალური უნდა გააკეთო, უნდა კონდეს იმის შეგნება, რომ თქვა, რომ მე ამას არ გავაკეთებ. და სანამ აი ეს კულტურა არ ჩამოყალიბდება ამ პოლიციაში თუ რა ზოგადად ქვეყანაში, ხო, ანუ მანამდე ვივლით ამ წრეზე და გასაგებია რომ ძალიან რთულია ახლა ამაზე არც თეორიული ლაპარაკი მარტივია და პრაქტიკაში არაერთ ქვეყანა და ის გვიჩვენებს, რომ ძალიან რთულია, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის გრადაციებამდე, ხო? ანუ რაღაცა შეიძლება იყოს სასწორი, შეიძლება იყოს უფრო სამართლებრივისგან გადახრილი და უფრო სამართლებრივი და როგორც საერთოდ იმის მცდელობაც კი არ არის, რომ ეს სასწორი სამართლებრივისგან გადაიხაროს და ეგ ქმნის ზუსტად აი, რა ვიცი, ეს უსამართლობის განცდა მე მგონია, რომ მარტო აქციაზე ადამიანებში არ არის. უბრალოდ სხვები, ну, სხვადასხვა მიზეზების გამო არ გამოდიან აქციაზე და მე მგონია რომ რავი ახლა მაგის დამონათებას საერთოდ აზრი არ აქვს, ანუ არ არის საჭირო გამოვიდნენ, უბრალოდ თავიანთ იმაში და თავიანთ სფეროში, რომელშიც თუნდაც იგივე პოლიციელები ალბათ, ხო, რომელსაც ეუბნებიან, რომ რომელსაც ნორმად უქციეს, რომ მოიტყუონ, ამას უნდა ანუ ერთადერთი რაც ჩემი გამოცდილება არის სწორის, რომ უნდა იყვნენ იმდენად რადიკალურები ესენი, რომ იყვნენ რადიკალურად სამართლიანები და სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში თუნდაც არის იმაზეც ველაპარაკებოდი, რომ დობის დაკარგვის ამბავზე რა, ანუ დობა ვერ გექნება შენი ფორმიანის, რომელიც ყოველ მეორე ნაბიჯზე იტყუება და სიმართლეს უკანა პლანზე წერს. და უნდა მოხდეს, რა ვიცი, აი, ну რაღაც ანუტოპიურ რაღაცებში გადავედი მე მგონი, მაგრამ მე როგორც წარმომიდგენია გამართული ქვეყანა არის ეგ, რომ ეფუძნება სიმართლეს და რავი, ანუ სიმართლეს როცა ეფუძნება ეგეთი რამე, ანუ მართლა რა ვიცი, ახლა რაღაც თუ დავაშავე, არასდროს არ მაქვს ის პრობლემა, თუნდაც რავი, გამიშვან, ხო, პასუხისმგებლობა ავიღო, ხო, ანუ ეს პასუხისმგებლობის პრობლემა საერთოდ არ მაქვს, უბრალოდ, როდესაც რაღაცა ისეთ მაბრალები რაც არის ჩამიდენია, იმაზე რატო უნდა მოვიხადო სასჯელი, ან რა ვიცი, ბოდიში რატო უნდა მოვიხადო, საერთოდ რაზეა საერთოდ აქ ლაპარაკი. ხო, ეს მოგონილი ამბებიც რაღაცა ესეთი სერია არის. რაღაცა გონია რომ ლიტერატურა აგვიხდა. აი მე ძალიან ის არის. მე მაგალითად მაგ ძალიან ის მასე ჯაყოზე. რომ აი ჯაყო რამდენად ვერასდროს ვერ წარმომედგინა, ეგ როგორ შეიძლება და რომ ესე ამხდარ იყო, აი ამდენად სულელი, აი ამდენად გაუნათლებელი, აი ამდენად რაღაცა ხეპრე ადამიანი, აი ესე რაღაცების ამდენად სათავეში მოქცეული იყო და ეს ჩვენ ვერ შეგვამჩნია და მგონია რომ თელ ქვეყანას ეგ დაგვემართა. მაგრამ მაინც მგონია რომ ბოლომდე თეიმროზები არა ვარ რაღაცას მუშველი თან. იმედი ვიქონეთ, უბრალოდ, ну, ანუ ხო, აი ჩემთვის ეგეც ის არის რა, ანუ მე რა ვიცი, მქონია შეხება ადამიანს, რომელიც ამ შეიძლება იყოს გაუნათლებელი, იყოს სულელის და იყოს ხეპრეს, მაგრამ ამავე დროს იყოს სამართლიანი. ანუ ეგ პირველ ანუ ამათ თავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ რა ვიცი, ყოველთვის განათლებაც აქვს, მაგრამ რა ხეირი, ხო? ანუ ამათ თავარი პრობლემა ის არის, რომ ანუ ძირეულად არ არიან რა ვიცი, ანუ ეთიკურად დალაგებული არ აქვთ ის თუ როგორ უნდა მოიქცნენ. თორე რა ვიცი, ანუ მართლა ანუ არაერთ ადამიანთან მქონია შეხება და
ზოგ ადამიანს შეიძლება განათლება საერთოდ არ ქონდეს, მაგრამ იყოს ძალიან წესიერი რა და შინაგანი კულტურა კიდე სხვა რაღაცა. ხო, მოკლედ მე არ ვიცი. მაინც მინდა რომ გაკეთო დავამთავროთ, იმიტომ რომ მე განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში ძალიან გამიჩნდა მაგის ესე სურვილი, რომ ბოლომდე მჯეროდეს იმის, რომ ეს ყველაფერი კარგად დამთავრდება განსაკუთრებით იმის მერე, რაც ახლა შენ მოკავი ის რაც გამოიარე შენ და მაგის პარალელურად გიჩნდება რაღაც წარმოდგენებიც, რას გადიან ის ადამიანები, რომლებიც ამდენი ხანია დაკავებულები არიან და მე მაგ ყოველთვის აი, როდესაც აი ეს რაღაცა ნიჰილიზმი შემომიტევს ხოლმე, სულ მაგას მეუბნები ჩემ თავს, რომ სხვა გზა არაა, უბრალოდ უნდა მოვიგოთ. ამ ადამიანების გამო. ამ ადამიანების გამო, ნამდვილად, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში კი, ჩემი გამოცდილებას ნამდვილად უსიამოვნო იყო, მაგრამ რა შედარება იმასთან, რაც დანარჩენებს გაატარეს, ანუ რაც ახლა უწევთ ამ ხალხს, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს ამ ადამიანებისთვის სამართლიანობის აღდგენა და არ ვიცი, აი აქ უკვე მართლა იმაზე ხო აღარ არის ლაპარაკი, რომ რაღაცა მთავრობაში არ მომწონს, ამ მთავრობას ტყვეები ყავს და ეს ტყვეები არიან ადამიანები, რომლებიც არიან უმეტეს შემთხვევაში ძალიან უსამართლოდ და არასწორად იქ, სადაც არიან და უნდა როგორმე დავაღწევინოთ თავი, იმიტომ რომ ამ სამ დღეში მე რაც გამოცადა, ეს არის ზოհაში წვეთი მართლა იმას შედარებით, რაც ეს ადამიანები განიცდიან, მაგრამ მოსასმენად ძალიან რთული იყო. ხო, არა, კი. რთული არის უბრალოდ, ანუ მართლა აი რაღაც მინიმალურსო გამოცდი და გზა რავს ის რა მასშტაბებით შეიძლება სხვებთან იყოს, მაგრამ იმ სხვებთან ეს მასშტაბები უკვე ისა მიმდინარე პროცესია რა. აი ეს არის ძალიან ცუდი და ხო, სწორედ მაგ ადამიანების გამოა, რომ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ რამე შევცვალოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გითხრა, მით უმეტეს ვიცი რომ გუშინ გამოგიშვეს და დღეს უკვე ჩვენთან ხარ და ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს და დავასრულოთ დღევანდელი პოდკასტი და ბოლოს ვიტყვათ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ხობა.